მენა თიავარ ჯამთეი ჯანსაღი აღდგენილი მარადიული სულის ეხლა მინდა ჩემ თავთან ვილაპარაკო ცოტაოდენ რა არის მისია მაგალითად მისია რა არის აი ვის რა მისია ეკისრება ნუ კაი ადამიანის მისია ის არის რომ მაგალითად დააბალანსიროს მაგალითად სიტუაციები სახში გარეთ ხო რო იყოს სიწყნარე მშვიდობა სახელმწიფო მისია რა არის სახელმწიფო მისია არის ის რომ მშვიდობა იყოს სახელმწიფოში ხო ექიმის მისია რა არის რომ განკურნოს ავადმყოფობა ხო ეხლა მაგალითად პოლიციელის მისია რა არის რომ მაგალითად დანაშაულობა აღმოფხვრას და შეაჩეროს როგორღაც დამნაშავები ხო ნუ ეს კაი ხალხის მისია რასაც ქვია ვიცი ზოგადად რომ ეხლა დედის მისია რა არის რომ შვილები საჭმელი კონდეთ და აღზარდოს შვილები ხო მამის მისიაც იგივეა ეხლა ცუდი მამის მისიაზე გადავიდეთ ცუდ მისიაზე კაი მისია ყველა ვიცით რა არის ერთმანეთზე ზრუნვა ურთიერთთანადგომა ურთიერთგაგება ურთიერთდაფასება ურთიერთ რა ქვია პატივისცემა კაი მისია ეს არის რომელ სფეროშიც არ უნდა იყოს ადამიანი რომელ თანამდებობაზეც არ უნდა იყოს ადამიანი გინდა კაფეტერიაში იყოს ადამიანი რა მისია ეკისრება რომ იქ იყოს სიხარული სიყვარული მშვიდობა და ურთიერთგაგება ურთიერთთანადგომა და სისუფთავე და ჰიგიენა და ეს არის კაი მისია ეხლა ცუდ მისიაზე გადავიდეთ ეხლა ცუდი მამის მისია რა არის აი რა არის ცუდი მამის მისია არც არაფერი მისია არ არის ის ცუდი მამა თავის მტერიც არის და მის გარშემო მყოფელების მტერიც არის ჭყობობს ყვირის ხაოსი და უბედურება და მუქარები და შანტაჟები ხო ცუდი მისიაზე გადავიდეთ ადამიანი რომ დაიბადა აქ დედამიწაზე და ვაპლაშენებს რომ გადის ადამიანი ხო ცდილობს რომ ანუ შეიცნოს კაი ამბებიც, ცუდი ამბებიც. კაი ოპიტებიც გაიაროს, ცუდი ოპიტებიც გაიაროს. და მისია, არავისი მისია და არავისი ვალდებული არ არის. მაგრამ ერთი მხრივ ეხლა კაი ადამიანი როცა არის, ცდილობს რომ ყველაფერი გამოასწოროს. მაგრამ მეორე მხრივ გავიხედოთ ეხლა ცუდი ადამიანის მისია. რა მისია აქ იმას? ის არის გრევაზე, მსღვრევაზე, ხაოსზე და ვამპირობაზე და ქურდობაზე და ყაჩაღობაზე და ლოთაობაზე და უბედურებაზე გადასული და ცდილობს რომ თავის გარშემო რა ქვია, კი არ დააბალანსიროს და დაგარმონიზაციოს ურთიერთობები და რა ქვია სიტუაციები უარესად ბლატაობაზე გადადის, უარესად იმაზე გადადის, რა ქვია ძაგებაზე გადადის, უარესად შარებს ეძებს, უარესად ჯიბრაობს ვიღაცებთან რაღაცებზე და ესეთი ქურდის მისია რა არის. ქურდის მისია ის არის რომ მოიპაროს და თვითონ იყოს კარგად და სუფეხებზე არ აკიდია იმ ქურდს. მაგალითად კაცის სკოლის მისია რა არის. მოკლა და всё, რა ვიცი. მანიაკია მოკლა. არ დაუშავებია ადამიანს, გინდათ დაეშავებინა, პატიებას თხოვი, ან უთხარი მომიხადე ბოდიში, რაღაცა როგორღაც გამოასწორებინი ადამიანი. ცემამტყეპელების მისია რა არის. მანიაკიები არიან, ბოროტები, სადისტები არიან და всё. ძმები რო ცემენ ერთმანეთს, დასრო ცემენ, დედას რო ცემენ, ქმარი რო ცოლს ასწევს, იქმნის მისია რა არის. სადისტია მანიაკი ავადმყოფია და მორჩა იმას არაფერი მისია არა ის არის ხაოსნიკი ავადმყოფი თვითონაც ავადმყოფია ნაგავია ჩატლახია და თავის გარშემო აუბედურებს ყველას იმას რა მისია ის არის სატანა ეხლა არის მაგალითად რეგრესოლოგების გადაცემა რომ დაუშვათო სატანაო და ეშმაკიო და ავი ხალხიო და ავი ისაო რა ქვიაო, კი ეხლა 100 წელი არ უნდა იფიქროს ადამიანმა ამ ხალხზე და აბძალებზე და ამ რაღაცებზე და უნდა დაიცვას თავისი თავი და უნდა გაყაროს ეს ავი ძალები, მაგრამ შენაო თუ იმათო, ასე ვთქვათო, გაყრიო ან დაუშვათ, გააგდებო, რითი ხარო რა იმათზე უკეთესიო. რა სისულელეს ლაპარაკობენ, ვითომ რითი ხარო იმათზე უკეთესიო.
ეხლა ადამიანი რო გცემს, პარაკს, გიშავებს, გატყვევს, იმ ადამიანს ხო მოერიდები, ხო დაანებებ თავს, ხო უჩივლებ, ხო გააგდებ იმ სატანას არა შენი ცხოვრებიდან. ციცოცხლეს რო გინგრევს, რა ქვია, საქმეს რო გიზიანებს, ლუკმაპურს რო გიზიანებს, იმას ხო გააგდებ ცხოვრე რა ავალდებულია ვიღაცას მოუთმინოს. ერთხელ მოუთმინია პატიო, ორჯერ მოუთმინია პატიო. ეს სისტემატურად რა ესა დებილია ადამიანი. ხო ჩააძაღლებს, ჩააკლავს იქვე. ამოწყდეს იმათი სული და სატანების ჯიში ამოწყდეს. და ვითომა ურითი ხარო იმათზე უკეთესი. იმით არის ადამიანი სატანაზე უკეთესი. ეშმაკზე უკეთესი და ნაგვებზე უკეთესი, იმით არის ადამიანი. და ყველა სული იმით არის საერთოდ ნაძირლებზე უკეთესი, აი მისი თქმა მინდა. რომ თავისი თავის დაცვა შეუძლია, უნდა დაიცვას თავისი თავი, შეუძლია ერთხელ აპატიოს, ორჯერ აპატიოს, შეუძლია მოერიდოს ადამიანი, არ აყვეს ვირებსა და გადარეულებსა და ღორებს არ აყვეს და შეუძლია ადამიანმა, ასე ვთქვათ, უნდა გააგდოს ეს ბესები, სერები, რები, გრები და არხონტები და სატანისტები უნდა გაყაროს თავისი ორფეხა სატანისტები. იმიტომ რომ რა ქვია, არ უნდათ იმათ გამოსწორება. იმათი მისია, რა მისია, არაფერი მისია იმათ არ გააჩნიათ. არავისი სიხარული იმათ არ უხარიათ. არავისი სიყვარული იმათ არ უყვართ. არ უხარიათ, არავისი ბედნიერება იმათ არ უხარიათ. აი სატანა რასაც ქვია, არავისი წინ წასვლა იმათ არ უხარიათ. ღორები რომ მარტო უნდა ვიყო მე და შენ ვინახარ. ღორები ეხლა ქალი გააუპატიურა და სატანამ ვიღაცამ, ხო, ნუ ეხლა ერთხელ შეეშალა, მეორეჯერ, მესამეჯერ შეეშალა. ის არის უკვე ვამპირი, ნაგავი და სატანა, სხვის ჯანმრთელობაზე, სხვის უბედურებაზე უხარია რაღაცა. სხვისი ბედნიერება არავის არ უხარია და უბედურება ყველას უხარია. ეს სატანიზმი, სატანობა. რითი არის ეს, რა მისია აქვს ეხლა ამ სატანას? რა მისია აქვს და არაფერი მისია არ აქვს. ანგრევს ხაოსნიკია და უბედურია, ამიტომ ადამიანმა უნდა მოიშოროს ესეთი ორფეხა სატანებიც და საერთოდ ავიძალებიც უნდა მოიშოროს. სიტყვიერათაც, ჩივილითაც, რა ქვია, აკრძალოს ურთიერთობა, ცეცხლითაც, დანითაც, ლოცვითაც უნდა სთხოვოს ღმერთს ადამიანმა, რომ ღმერთო, ეს ადამიანი მე ჩაგრავს და მომაშორე ეს ადამიანი, ივსო. აი ეს აქვს უკეთესი ადამიანს, რომ გამოსწორების გზაზე რომ უნდა დადგეს ადამიანი, რომ უნდა რომ ბედნიერი იყოს და ვიღაცა სატანურ პონტში თვითონ ბედნიერია და იმას მისია არ აქვს, იმისი მისია არის ნგრევა, მწყვრევა და თავიანთი თავები დაამსხვრიონ და თავიანთი სულები დაამსხვრიონ სატანებმა ჯერ ერთი, პირველი ოჩერედ. და მეორე ოჩერედ არ არის ვალდებული ადამიანმა მოუთმინოს სატანებს, ორფეხა სატანებს და ფიზიკური ჯანმრთელობა შეაწიროს ვიღაცა ორფეხა სატანებს. და ყველა ორფეხა სატანი დაიბლოკონ, დაიწვან, დაიშალონ და გასრიალდნენ. კაი ადამიანებისაგან შორს, ჩემგან შორს და კაი ადამიანებისაგან შორს. ადამიანის დაჩაგვრა რო უხარია, ადამიანის დამცირება რო უხარია, იმას რა მისია აქვს? იმას არაფერი მისია არ, ის არის ავადმყოფი. ის არის ნაგავი, ის არის ვამპირი. ავსიო. მისია აქვს კაი ხალხს, რო ცდილობენ, რა ქვია, ერთმანეთის სიხარული უხაროდნენ, ერთმანეთის კარგად ყოფნა უხაროდეს, ერთმანეთის წინსვლა უხაროდეს. მისიას ეძახიან ამას. თორე სატანური და რეპტილიური და არხონტული მისიები, რა ქვია, არ არსებობს, მისია არ არის, ეგ არის ცოდვა, ცოდვილობა და კარმულობა და ცოდვილობა. და დანაშაულია ეგ, აი სატანების მისია არის ზუსტად დანაშაული. დამნაშავეები კიდე რო ბლატაობას დაიწყებენ. აი მაშინ თავიანთ სახელზე და თავიანთ სულზე, რაც ხვის სახელზე და რაც ხვის სულზე უნდათ. არჯერ მეტად სტოკრატნა აბრატნა.